მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მილიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობეხიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით მთავრობის მეთაურს შანხაის საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ალი ციანის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. შანხაიში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ყობეხიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან. ბრიუსელში ისტორიული დღეა მთლიანად იმ კონტექსტისთვის, რასაც ქვია გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა რეგიონში. დღეის მდგომარეობით საქართველო ამ კონტექსტში აღარ განიხილება. ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძვლები და საბაბი. ამ საბაბს ქვია ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი. მათი ურთიერთთანამშრომლობა სწორედ იმისთვის, რომ გაფართოების ამ ტალღაში საქართველო არც ერთ შემთხვევაში არ მოხვდეს. ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელმა ნინო კალანდანძე პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა, რითაც ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების სამიტზე ისაუბრა. რაც შეეხება ბრიუსელთან მიმართებით ქართული ოცნების შეფასებებს, მათ შორის ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან ნინო კალანდაძის შეფასებით ბრიუსელს არ აინტერესებს რა სიტყვის პაპუაშვილი, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს, რომელიც ასევე ნოემბერში უნდა გამოქვეყნდეს, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ეს არის დილემა, რომელზეც უკვე დიდი ხანია დასავლეთის დედაქალაქები მსჯელობენ, რადგანაც მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღრმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ ამ გაერთიანებაში მივისწრაფვით. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მანამ სანამ ევრობიუროკრატები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, ურთიერთობები ამ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება რეალურად იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირში, განაცხადა მაჭავარიანმა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის ტენდენციური და არაობიექტური შეფასებები, რაც შესაძლოა ასახული იყოს ანგარიშშიც. ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს, აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან. ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრუვიშვილმა ჩინეთში ქართულ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო პირველად წარსდგება როგორც საპატიო სტუმარი. მეწარმეებს ექნება შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში, განაცხადა მარიამ ქრუვიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განეხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ხვალ ევროკავშირის ანგარიში ობიექტურ მეცემულობაზე დაყრდნობილი იქნება, მაშინ საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება ეკუთვნის. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვებხვაძე და მისი პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი ამმანში იორდანიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს გენერალურ დირექტორ ზაჰერ ალ-კატარნესთან, სადაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისების გზები განიხილეს, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ვიზიტის დასასრულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, საინვესტიციო ფორუმებისა და ბიზნესის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თბილისში საქართველო-იორდანიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის მიზანი იქნება ორმხრივი ბიზნეს კავშირების ინსტიტუციური გამყარება და ახალი პროექტების წარდგენა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის. ახლა ცირკულირებს რინო ვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური. მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება. საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ორსული ბელა მეიკალი თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. ბელა მეიკალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაითვალა. ბელა მეიკალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500,000 ლარის ოდენობით. ბრალდებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის შეკითხების საპასუხოდ აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები დადებითი პასუხი გასცა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მენთეშაშვილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე განმეორებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის პროკურატურამ ზურაბ მენთეშაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მას სახდელის სახით 7 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად ქმედების განმეორებით ჩადენის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. პოლონეთი გეგმავს რამდენიმე თვეში დაიწყოს დრონების საწინააღმდეგო ეროვნული სისტემის შექმნა ევროკავშირის დრონების კედლის ინიციატივის განხორციელების მოლოდინის გარეშე. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკმა ბლუმბერგთან ინტერვიუში განაცხადა. ვეთანხმებით მთელ ევროკავშირზე ცის დაცვის გაძლიერების იდეას და მზად ვართ განვიხილოთ შესაბამისი წინადადებები ან გადაწყვეტილებები. თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნული პროექტები, აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ნოემბერში სამინისტრო გამოაცხადებს ინვესტიციების განხორციელებას მტრის დრონების აღმოჩენის, ჩახშობისა და ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიებში უფრო ფართო საჰაერო თავდაცვის პროგრამის ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ინვესტიციის ოდენობა არ დააკონკრეტა, მაგრამ აღნიშნა, რომ მიზანია, რომ პოლონურმა კომპანიებმა მიიღონ კონტრაქტების მინიმუმ ნახევარი. მისი თქმით, ევროკავშირის დრონების კედელს შეუძლია მომავალში შეავსოს პოლონური სისტემა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეთიუ უიტაკერს შეხვდა. ინფორმაციას ელჩი X-ზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით ზელენსკის განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს. განაცხადა, რომ ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს და რომ მშვიდობა პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა, წერს მეთიუ უიტაკერი. შეგახსენებთ, უიტაკერი კიევში იმყოფება, ის გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრ დენის შმიგელს შეხვდა. დონეცკის ოლქში პოკროვსკის დაცვა გრძელდება და ზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმები აგრძელებენ ოპერაციას პოკროვსკში, რომელიც ფრონტის ხაზის ლოჯისტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და ზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები რუს ოკუპანტებთან წარმატებული საჰაერო ოპერაციის შემდეგ და ზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებს, რომლებმაც დაიკავეს განსაზღვრული პოზიციები და შექმნეს სახმელეთო დერეფანის სპეცდანიშნულების რაზმების დამატებითი ძალები შეუერთდნენ. მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მტრის მცდელობების აღმოფხვრას, გააძლიერონ საცეცხლე ძალა ლოჯისტიკაზე და ზვერვის მთავარი სამმართველოს პასუხისმგებლობის ზონაში. აღნიშნულია ინფორმაციაში. რუსეთმა და ჩინეთმა პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების 29-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში. დოკუმენტის თანახმად რუსეთი და ჩინეთი აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მათი საქმიანობის პოლიტიზაციას. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მტკიცე ურთიერთდახმარებას გაუწევენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ძირითად ინტერესებს ეხება. დოკუმენტის თანახმად მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა. ერთობლივად ებრძოლონ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და მისი ისტორიის გაყალბებას. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.